მადლობთ, დიდი მადლობა ბენს. გამარჯობა, მოგესალმებით ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. მოგესალმებით, ქვეყანაში განვითარებული მიზეზების გამო გადაცემა 2 კვირა ეთერში არ გასულა, ამიტომ მოგვიანებით მოგილოცავთ ბიძინაობას, ბიძინობის და ბიძინობის ბრწყინვალე კვირიაკეს. ყველას გილოცავთ მეგობრებო ამ განსაკუთრებულ დღეს, თუ ამ 9 წლიანი შიმშილისგან დასუსტებულებს ხელების შემორტყმის უნარი გაქვთ შემორჩენილი, მაშინ ტაში მეგობრებო, ტაში გილოცავთ. სხვათაშორის გუშინდელი დღეც მინდა მოგილოცოთ, გუშინ იყოს სვეტიცხოვლობა და ძველით ბიძინობა, ანუ 14 1 ოქტომბრიდან რო გადმოვთვალოთ, ხო ძველით ბიძინობა გამოდის. ეს დღე ჩვენი ერის მამას ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა ბიძინაობასთან დაკავშირებით სავარაუდოდ ლეგენდაც იქნება მომავალში ღვთისკაცმა ბიძინამ როგორ ატარა მშიერი ხალხის 9 წელი უფასო ფულის საძიებლად და ამით მხოლოდ თვითონ როგორ იხეირა. ანუ ესეთი ლეგენდა იქნება უკვე მომავალი თაობა ისწავლის სახელმძღვანელოებში. სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა თავი იმართლა 1 ოქტომბერს არისო ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეო და მე ეს დღე ვიგულისხმეო. როცა მოგილოცეთ, აი კია ბიძინა ივანიშვილი კი არა უკაცო. ბიძინა ჩოლოყაშვილი ვიგულისხმეო. ეხლა გამოდგა ღრმად მორწმუნე და არტოვებს არცეთ წმინდანის ხსენების დღეს ბატონი ირაკლი. კარგი. ირაკლი შეგახსენებ რომ 22 ნოემბერს არის წმინდა მიხეილის ხსენების დღე. აბა ნახოთ როგორ მოგვილოცავთ თელ საქართველოს მიხეილობას. მაინტერესებს 22 ნოემბერს ყოფილა 22 ნოემბერს. ეს რომ თქვა, მალევე გავრცელდა ინფორმაცია რომ ღარიბაშვილის სხვა პრემიერი ჩაანაცვლებსო, ესეთი ინფორმაცია გავრცელდა. ეტყობა ბიძინამ მოუსწრაფა ამ საწყალს კარიერული სიკვდილი, იმიტომ რომ ბიძინა ჩოლოყაშვილი უგულისხმია და თურმე ბიძინა არ უგულისხმია და ალბათ კარიერული სიკვდილის მოუახლოვდა. სავარაუდოდ დენდროლოგიურის ეზოში დაკრძალავს მის ამბიციებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სადაც ლაშა ნაცვლიშვილის ამბიციებია დაკრძალული იმის გვერდით. იქა, სასაფლაო აქვს, ამბიციების სასაფლაო აქვს ბატონ ბიძინას იქ დენდროლოგიურ პარკში. 1 ოქტომბერს ბიძინაობის გარდა კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი თარიღი დაფიქსირდა ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან ზუსტად 9 წელი გავიდა. რა უცებ გაედგინა ამ 9 წელმა? მოდით ამ თარიღთან დაკავშირებით ერთი ასეთი თამაში ვითამაშოთ. მე მექნება დრო 1 წამი და თქვენ 1 საათი. ამ დროში ჩამოვთვალოთ 9 წლის მანძილზე რა გააკეთა ქართულმა ოცნებმა. ყურადღებით. მე მაქვს 1 წამი, თქვენ 1 საათი გაქვთ. წავიდა 1 2 3 დავიწყოთ. წავიდა დენდროლოგიურ პარკი, აი მე ვთქვი უკვე. ახლა თქვენ გაქვთ 1 საათი ძვირფასო ტელემაყურებლო რომ ჩამოთვალოთ რა გააკეთეს ამ 9 წლის განმავლობაში, ოღონდ დენდროლოგიური მე ვთქვი უკვე. გამეორებებს არ ვართ. არ იჩქაროთ გადაცემის ბოლოს შეგიძლიათ მითხრათ, კარგი თამაშია სხვათა შორის ეს. ხშირად უნდა ვითამაშოთ ხოლმე გონებას ავარჯიშებს, მიხვდით რა შეასახა. 1 ოქტომბერთან დაკავშირებით ოლიგარქს ყველაზე ორიგინალური საჩუქარი მიხეილ სააკაშვილმა გაუკეთა. ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დაბრუნების ამბავი რომ გაიგო, აბასთუმანში იყო, მაგრამ ჰაერი მაინც არ ყოფნიდა. მოკლედ ძალიან უცნაური ამბები განვითარდა ქვეყანაში 1 ოქტომბრიდან. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დილის 8 საათზე მიშამ Facebook-ზე დადო სტატუსი დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველო და 8 წლის შემდეგ. წამოვიდა ათასობით კომენტარები, დაიყარა ლაიქები, გულები, ჩახუტებები, რა ვიცი 1000-ნაირი აი ესეთი თბილი სიტყვები, აი არ ვიცი, ახლა მოგინდა სააკაშვილი, ხო? თვალები უნდა დაატრიალო ამ დროს, ის კაცი ესე ატრიალებს თვალებს. ძველი ვიდეოა ძალიან ესეთი. მუდმივად შეიძლება გაუშვათ ეს ვიდეო, სულ არის, სულ აქტუალურია. სხვათა შორის ისეთი ლაიქებით შემხვდა 2012 წლის შემდეგ რომ ოცნებას ალაიქებდნენ და ახლა რომ ისევ აქეთ რომ ლაიქდება და ასე ლაიქდება წლიდან წლამდე რაღაცა ამბები. იცით როგორ არის? საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს საღამოს დააკავეს, როგორც გაირკვა მიხეილ სააკაშვილი უკვე 3 დღე იმყოფებოდა საქართველოში, გაისეირნა ბათუმში, მერე ჩამოვიდა თბილისში, ლანჩხუთში ყოფილა, ქუთაისში ყოფილა, კანცელარიასთან ყოფილა და სპეც სამსახურებმა არაფერი იცოდნენ. ბოლოს ანაკლისკენ სპეცტექნიკა რო დაიძრა თავის ტრაქტორებიანად, მაშინ ატყდა ამბავი, ვიღაც ანაკლიის აშენებას აპირებს, უეჭველი მიშა იქნება შემოსულიო და აი მანდ მოწვეს. აი მანდ მოწვეს რომ მიშა აქ იყო. ნახეთ ყველა მიშას დაკავების კადრები სახში რომ შეცვივდნენ ასაყვანად, მაგიდაზე ელაგა ხინკალი, გლოვოთი გამოძახებული.
ახლა გლოვოს კურიერს ეძებენ, ბრალი უნდა წარუდგინონ მესამე პრეზიდენტის გამოკვების არ შეტყობინების გამო. ყველას იჭერენ, ანუ თუ იმეს ხელი ჩამოართვა ან გასცდა ან და შეამჩნიეს და შესაბამისად გლოვოც დასაჭერია, აბა რატო უნდა დადიოდეს ქალაქში ახლა ესე გლოვოს კურიერი, რომელმაც მესამე პრეზიდენტი გამოკვება. ღარიბაშვილმა განაცხადა, ჩვენ სპეციალურად ვიტყუებოდით, რომ მთელი დღის განმავლობაშიო ეს იყო ჩვენი ტაქტიკაო, ხო, აბა რა სპეციალურად აქვს მორღვეული საზღვარი, რომ მიშა შემოსულიყო ადვილად. ის ტრაილერი, სუსის ტრაილერი იყო, ვინც შემოიყვანა თვითონ სააკაშვილი და ის ხინკალიც გომელაურის მოხვეული იყო, გლოვოთი რომ გამოიძახა სააკაშვილმა. გომელაური მთიული კაცია, კაი ხინკალს ახევსო, მე ხო ვიცი კაცო. არა, ხინკალს მართლა კარგ სახევს, ახლა სიმართლე რომ ვთქვა, გომელაური ძალიან კაი ხელი აქვს, კარა ხორცია შეზავებული, არა ჩვეულებრივად, არა ჩვეულებრივად, ვერ დაუკარგავ. ვახოს, ვერ დაუკარგავ, კაი ხინკალს ახევს. ესე ბუას ვერ იჭერს, თორე ხინკალს კარგ სახევს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, მიხეილ სააკაშვილი თავისივე ენებით ჩამოვიდა თავისივე სამშობლოში, პირველი ვიდეო გადაიღო თავისივე აშენებულ ბათუმში, შემდეგ წამოვიდა და გამოიარა თავისივე პარლამენტის შენობასთან ქუთაისში, მერე იქიდან წამოვიდა თავისივე დაწყებული ავტომაგისტრალი თბილისში, შემდეგ დააკავეს და ჩასვეს თავისივე აშენებულ თანამედროვე სტანდარტების ციხეში და ის არ შეიწყალა საქართველოში თავისივე ჩამოყვანილმა სალომე ზურაბიშვილმა. ახლა ისე მიდის მოვლენები, რომ ჩემი აზრით თავისივე მმართველობის დროს პრივილეგირებული ოლიგარქი იტყვის, რომ გამოუშვან ციხიდან და დაუბრუნდება თავის პოლიტიკურ საქმიანობას. ღარიბაშვილი, კობახიძე, მდინარაძე, აი რა ვიცით? აი რა ვიცი, აი თქვენ რა გიყოთ? არსად არ ჯდებით ამ დრამატურგიულად გამართულ სცენარში და თქვენი გადარჩენის გეგმა იქნება თქვენივე მოიფიქროთ რა, რაღაცა მიდგეთ, მოდგეთ, რაღაცა მოიფიქროთ, იმიტომ რომ აქ არსად არ წერი ხართ. არ არის, სცენარში არ ახართ საერთოდ. როგორც ვიცით, მიხეილ სააკაშვილი 2 კვირა უკვე შიმშილობს და ქართული ოცნება ცდილობს ეს საპროტესტო აქტი შეამსუბუქოს მოსახლეობის თვალში. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა 5 კოლოფი თაფლი იყიდა და ჭამაო. ეს ვიცი, რასაც ემსახურება, მიშას თავიდან ხომ უგორებდნენ, რომ ნარკომანიაო. ეს ცდელობა წარუმატებელი გამოდგა და ახლა ახალ ჭორს აგორებენ, რომ მაგალითად მიშა სინამდვილეში ადამიანი კი არა, დათვია. და მაგიტომ ჭამს თაფლსო. სახელიც მიშა რატო ქვია? მიშკა კასალაპია. მიშკა კასალაპია, აბა, ეგ მაგიტო ქვია. პრემიერს მინდა ერთი ინფორმაცია მივაწოდო, ბატონო ირაკლი. ეგ რა არის? 5 კოლოფი თაფლი კი არა, თურმე 3 ოჯახი ფუტკარი წამოუყვანია ჯიბეებით უკრაინიდან და ყოველ დღე ახალ-ახალი თაფლი აქვს თავისი ფიჭებით. ფუტკრებს შემოაქვთ რა იქიდან, გისოსებიდან შემოაქვთ. იქვე ისა ყველაფერს ხო არ გეტყვით ახლა, რომ შეხედეთ რა, იქ კამერებში ხო უყურებთ. შეიძლება ითქვას, რომ სანამ მიშა შიმშილობს, ოცნება აგრძელებს დედაკაცივით ჭორაობას. ჯერ ნარკომანიაო, მერე 5 კილა თაფლი ჭამაო, მერაბიშვილმა დაარწმუნა, რომ ჩამოსულიყო, მელიას გაუხარდაო, რომ დაიჭირესო მიშაო, ჩემი აზრით უფრო ეფექტური იქნება 30 ოქტომბრამდე კარდაკარ ჭორაობა. აი ესეთი რაღაც მოვიფიქროთ. მაგალითად, კარზე კაკუნია, დიასახლისი აღებს კარს და კართან დგას ღარიბაშვილი ხალათით, ჩუსტებით, თავშალით და ყავის ჭიქით ესე ხელში. ჯდება მაგისტრატასთან და იწყებს აქვია ლაპარაკს, ისხავს ყავას და იწყებს ლაპარაკს. ხო და გოგო გაიგე სააკაშვილი ნარკომანი რო ყოფილა და სვავს. აი ესეთი კარდაკარ ჭორაობა უნდა მოვიფიქროთ, ძალიან კარგი იქნება. ქართული ოცნების წევრების გარდა, ვისაც მესამე პრეზიდენტის დაჭერა გაუხარდა, ეს არის რუსეთი. რუსი პოლიტიკოსები და კრემლის პროპაგანდისტები, ჟურნალისტები ერთ რამეს მივხვდით ძვირფასო მეგობრებო, იცით რატომ გამოგვდის ყველაზე კარგად რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა? იმიტომ რომ წყალი გვაქვს კარგი. მივხვდით რა შეიძლება. წყალი გვაქვს კარგი და მაგიტომ. ხარობს რუსული პრესა, თოქ-შოუები, მითის განხილვა და უხარიათ რუსეთში, უხარიათ. ნებისმიერ რუსულ არხზე უცებ რომ გადართავ, შეიძლება იმედი გეგონოთ. ისეთი მსგავსებაა, მივხვდით? მოკლედ 30-ში გაირკვევა არჩევნებში ხმას ვაძლევს საქართველოს თუ კრემლის ნათელ მომავალს. ეს გავითვალისწინოთ ძვირფასო ტელემაყურებლად. გუშინ გაიმართა მრავალათასიანი აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ეს აქცია ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით გაიმართა და მას არ შემოუერთდნენ სხვა ოპოზიციური პარტიები. მაგალითად, ლელო არ შემოუერთდა. არადა პარალელურად მამუკა ხაზარაძის საქმეები მიდის სასამართლოში. ვინ უნდა დაიცვას? კაცმა არ იცის, რომ დასჭირდეს დაცვა ხალხის.
მე მგონი იმიტომ არ უერთდებიან ამ აქციას, რომ სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს მამუკას. თან რომ იცის რომ მართალია, ხო? მართალი რო ხარ, ხო იცი და ხა ჩვენი სასამართლო რანაირად გაგამტყუნებს. ეგეთი ფაქტი მე არ მახსოვს. რანაირად შეიძლება გაგამტყუნოს. აქციამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მოთხოვნით თავისუფლება მიშას. ბევრი ცნობილი ადამიანი შეუერთდა ამ მოთხოვნას, მათ შორის ბალენსიაგას კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია. ეს ის დემნა გვასალია არის? ეს მე მგონი არის ზუსტად ის დემნა გვასალია მიშას დროს ციხის ჯალათებს რო აცმევდა ხალხის წამების დროს. აი ეს ჭორი ამ წამს მოვიფიქრე ძვირფასო მეგობრებო, აი ამ წამს რაც მომადგა პირზე ვთქვი. ამიტომ დემნა ფრთხილად წინ დიდი სიურპრიზები გელოდება ჩემო ძმაო. ნუ ეხლა Facebook-ზე იმდენი დაიწერა დემნა გვასალიას თემაზე, რომ ამიტომ ყველა ხუმრობა რეალურად გაგვირტყეს. და ვეღარაფერი ჩავსვით. მოთხოვნას შეუერთდა ზურაბ დათუნაშვილიც, მინდა შეგახსენოთ, რომ მოჭიდავე დათუნაშვილი ქვეყნიდან გავაგდეთ და მსოფლიო ჩემპიონი გახდა სერბეთის სახელით. მოდი დადებითი მხრიდან შევხედოთ ამ ყველაფერს. დათუნაშვილმა ოლიმპიადაზე აიღო ბრინჯაოს медаლი. მსოფლიოზე ოქრო. ქვეყანამ დაზოგა დაახლოებით 200,000 ლარი. რომელიც ამ წარმატებული სპორტსმენთვის უნდა გადაგვეცა. ასე რომ მეტი წარმატებული ადამიანი გავყაროთ ქვეყნიდან და ჩვენც მეტი ფული დაგვეზოგება ძვირფასო მეგობრებო. ასე ცოტა დადებითად შევხედოთ ამ საქმეს. აბა როგორ შეიძლება? აბა სადამდე ვაძლიოთ ამ წარმატებულ სპორტსმენებს ესე ფულები? სადა გვაქვს ამდენი ფული? ახლა სერიოზულად მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვინც პირველი პრეზიდენტი გავაგდეთ და მერე იცით რაც მოხდა. მესამე პრეზიდენტი ციხეში ჩავსვით. ჩვენ სიცოცხლეში ვერ ვიტანთ ჩვენზე ნიჭიერ ხალხს, თორე სიკვდილის მერე შეგვიძლია მთაწმინდაზეც დავკრძალოთ. გლოვაში და მკვდარი ხალხის დაფასებაში ერი ვერ გვაჯობებს, ძვირფასო ტელემაყურებლებო. რაც ჩვენივე მოკლული ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელო გვაქვს დალეული, ვინ მოსთვლის? ვინ მოსთვლის? ქვეყანას ყოველდღე ვერ გაყიდი, სხვა დანარჩენისთვის არჩევნები არსებობს. ამ სარეკლამო სამოტივაციო სლოგანით მინდა გამოვეხმაურო ყველა იმ ადამიანს, ვინც 50-დან 100 ლარის ფარგლებში ჩვეულებრივად ყიდის ხოლმე სამშობლოს და გადავიდე არჩევნების თემაზე. მოგახსენებათ 2 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ და CSKOM ჩაატარა ღონისძიება, რომელსაც არჩევნებს ვეძახით, ჩვენ ხალხს ესე შეგვაჩვიეს ეს სიტყვა, ამ სიტყვას მიგვაჩვიეს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე Edison Research-ის და Ipsos-ის კვლევებით ოცნება პირველ ტურში ვერ იმარჯვებდა, ოცნებამ იმედის exit poll-ების პირველივე ტურში გაიმარჯვა. იმ კვლევებს ეენდო და ატეხეს ზეიმი. ზეიმი საღამოს 8 საათზე დაიწყო და სულ რაღაც 15 წუთი გაგრძელდა. მერე გაიგეს სწორი შედეგები და თურქული სერიალი ჩაირთვა ავტომატურად იმედზე. იმედზე ხო იცით როგორ აქვს დაწყობილი თუ რამე ისე არ ხდება ავტომატურად ირთვება თურქული სერიალი. აი როგორც ოფისებში ხო დენირო წავა და ავტომატურად დუჟოკირო ირთვება ხოლმე, აი ისე არის იმედშიც ეგრე თუ რამე ისეთი არ მიდის სამაგიშოთ ეგრევე წავიდა რა ქვია მაგათ სერიალებს რაღაცები ქვია არ ვიცი არ მახსოვს ხალხი უყურებს. საოცარი შედეგი დაფიქსირდა ნინო წმინდის ოლქში, მოდით ნახოთ ფოტო. 100%-დან მაჟორიტარმა კანდიდატმა აიღო 100%. აი ხომ გაგიგიათ ასეთი ტერმინი ძვირფასო ტელემაყურებლების გაბათილება. ნინო წმინდაში პირდაპირ დემოკრატია სცნეს ბათილად. ზოგადად ცნება დემოკრატია გააბათილეს. აი ასეთ ჩატარებულ არჩევნებს იცით როგორ აფასებს ოპოზიციონერი ალეკო ელისაშვილი? აი ესეთი რაღაც თქვა, უცვლელად გთავაზობთ მის სიტყვებს. მადლობა CSKOS თავმჯდომარეს, არჩევნების დღე იყო არნახულად კარგიო. მოკლედ ალეკო რაც პარლამენტში შევიდა, ყველაფერი მოსწონს. როგორ არის იცით, აი გოგორო კარგ ოჯახში მოხდება და თან ახალი გათხოვილი რომ არის და ყველაფერი რო აბედნიერებს, აი ესე არის ალეკოს. მოდი არ მივაქციოთ ალეკოს ყურადღება, ქართული ოცნების ვირუსმა მოქმედება დაიწყო და მაგის ბრალი ალბათ ასეთი განცხადებები ალეკოსგან. ყველაფერი ნორმალურად მიდის, ორი თვე ცოტა ქავილი ექნება და იანვრიდან თლიანად გაკოცდება. პრობლემა არ არის, ჩვეულებრივად თავარია ეს ქავილი და ისე მოიხსნება იანვრიდან ჩვეულებრივად. დაუბრუნდეთ პირველი ტურის შედეგებს. საერთოდ არჩევნების შემდეგ ადამიანს რო ეკითხები, თქვენ ვინ აირჩიეთ, ვის მიეცით ხმა, პასუხობენ მე ხმა მივეცი საქართველოს ნათელ მომავალს. ხო ესე პასუხობენ ხოლმე. ჭიათურაში 55% აიღო ოცნების კანდიდატმა
და დამოუკიდებელმა ახალგაზრდა კანდიდატმა აიღო 35%. მე ახლა ორივე კანდიდატის ფოტოს გაჩვენებ ძვირფასო მეგობრებო, თუ შეიძლება გავუშვათ. ჩემგან ხელმარცხნივ არის ოცნების კანდიდატი, მარჯვნივ დამოუკიდებელი ახალგაზრდა ადამიანი. ამის შემდეგ იმ 55%-ს უსვამ კითხვას. რა ნამუსით უნდა თქვათ, რომ ხმა მიეცით ნათელ მომავალს? თქვენი აზრით ასე გამოიყურება ნათელი მომავალი? საქართველოს ნათელი მომავალი გამოიყურება ასე? თუ შეიძლება კიდევ ერთხელ ვანახოთ ეს ფოტო. აი ეს არის ჩვენი საქართველოს ნათელი მომავალი, ძვირფასო მეგობრებო. მეტი კილოგრამები, მეტი ცხიმი, მეტი ღაბაბი. ანუ ეს სლოგანიც მოუხდება ჩვენს ნათელ მომავალს. ნინო წმინდასგან და ჭიათურისგან განსხვავებით, თითქმის ყველა დიდ ქალაქს თუ რაიონში ოცნებამ ვერ შეძლო გამარჯვება და მეორე ტურები გაიმართება. ერთ-ერთი ყველაზე რთული იქნება ოცნებისთვის მეორე ტური სამეგრელოში, არ ვიცი უკვე რით უნდა მიიზიდოს ოცნებამ ამომრჩეველი. საკუთარ კანდიდატს თუ შეწვავენ, თორე პირველი ტურის შემდეგ კი გოჭი აღარ არის ცოცხალი და რა ვიცი, აი რა უნდა მოიფიქროს, რითი უნდა დაუპირისპიროს ოპოზიციურ კანდიდატს, მე არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების პირველ ტურში ოცნება ვერ გაიმარჯვა, დედაქალაქსა და ყველა დიდ ქალაქში ირაკლი კობახიძემ თავის უცვლელი გამომეტყველებით განაცხადა, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ყველა ოლქში. მან განაცხადა, რომ მომდევნო 3 წელი ქართული ოცნება დაამშვიდებს ქვეყანას. კობახიძემ თქვა, დაამშვიდებს ქვეყანას. ეს ფრაზა ასე უნდა გაგრძელებულიყო. მე დავამშვიდებ ქვეყანას. ვიცი რელაქსი, ვიცი მასაჟი, ვიცი ტაილანდური მასაჟი, ვიცი ჩინური მასაჟი. მე პროფესიონალი დეპუტატი ვარ, შვილო. ფრაზა არის ეს. თუ ვინმე აქტიურად არის ინტერნეტში ხოლმე, ისინი მიხვდებიან, რომელი ფრაზები მაქვს გამოყენებული და ვისი. დააკვირდით განცხადებას, ხო, მომდევნო 3 წელი ქართული ოცნება დაამშვიდებს ქვეყანას. დამშვიდებაში ალბათ ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების გამორთვასაც გულისხმობს. მოკლედ ქვეყანას დაამშვიდებენ, ანუ ეკონომიკას კი არ განავითარებენ, სამუშაო ადგილებს კი არ შექმნიან და სიღარიბეს კი არ დაძლევენ ქვეყანაში, უბრალოდ დააგვამშვიდებენ. დააგვამშვიდებენ. გაჭირებული ადამიანები კი იქნებიან ქვეყანაში, მაგრამ იქნებიან 7 გაჭირებულები. მიხდით ხო რა შეესაბამება? 7 გაჭირებული იქნება ქვეყანაში და ეს ძალიან სასიამოვნოა. მე მაგალითად დავწყნარდი. ძალიან გაბრაზებულია ოცნება თბილისზე, რუსთავზე, ბათუმზე, ზუგდიდზე, სენაკზე, ფოთზე, მაგრამ განსაკუთრებულად ქუთაისის არჩევნების წაგებამ გააღიზიანა თეატრულუკიანი. როგორ აირჩიეთ ქუთაისელებმაო, მილიციელიო, განაცხადა კულტურის რამკიანმა მინისტრმა და ოცნების ოფშიაკის მაყურებელმა თეატრულუკიანმა. თეატპილისკიმ, ესე დავარქვათ, მოდი. ესეთი ზედმეტ სახელიც მოუხდება. თეატრულუკიანმა ფაქტობრივად ქუთაის მიაყენა შეურაცხყოფა, რომ ქურდების ქალაქმა პოლიციელი როგორ აირჩიეთო. კულტურის მინის გონია, რომ ქუთაისი ქურდებით არის განთქმული. ანუ მთელი ქართული ინტელიგენცია, რომ ქუთაისიდან არის წამოსული, ეგ ალბათ არ იცის. ამიტომ ქალბატონო თია, კრიმინალური ქრონიკების ყურებას ჯობია გადაიკითხოთ ბუმბერაზი კლასიკოსები. პრაიმ კრაიმის ყურებას, იქ პრაიმ კრაიმშია, ხო ესეთი, რა თქმა უნდა, ბევრი ესეთი კრიმინალური ამბები. ბოლო ერთთვის რეზიუმე რო გავაკეთოთ ძვირფასო ტელემაყურებლობო, ესე იგი რა მოხდა? ქართულმა ოცნებამ მოშეს 9 მილიონი გადაუხადა, რომ ოპოზიცია გაეშავებინა და არჩევნებში გაემარჯვებინა. სანაცვლოდ რა მიიღეს? არჩევნები ვერ მოიგეს, შარდის გაგონებაზე ქართული ოცნება გვახსენდება, თაფლის გაგონებაზე მიშა. ასე დასრულდა, ეს 9 მილიონიანის ზღაპარი ძვირფასო ტელემაყურებლებო, ესე იგი შარდზე რო ოცნება გახსენდება და თაფლზე მიშა, უკვე შესაძლებელია, მოშეც შესაძლებელია, მე მგონი. მონოლოგის ბოლოს ერთი ძალიან ძიმე თემა შემოვინახე. ამბროლაურში მამალმა იყივლა. ძროხამაც იბღავლა, სკოლის ზარმაც დარეკა. მზეც ამოიწვერა, თხამაც დაიპეტელა, თიკანმაც დაიკიკინა, კატამაც დაიკნავლა, ქათამაც დაიკაკანა, მაგრამ დილა-დილას არ ჰგავდა. რაღაც აყლდა ამბროლაურს, რაღაც თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ უზარმაზარი, მშობლიური, ახლობელი და როდესაც ქუჩაში ფეხით მოსიარულე მერი გამოჩნდა, მივხვდი რომ ეს რაღაც უზარმაზარი და მშობლიური ერთი უბრალო წითელი 6 ნახევარიანი ძრავის პორშე იყო. პორშეს გარეშე გათენდა 2021 წლის ღვინობის თვე ამბროლაურში. ამბროლაურის მერმა პორშე გაყიდა. ეს ნამდვილი ინფორმაციაა, ძვირფასო მეგობრებო, სხვანაირად არ შემეძლო ამ ხელა შესავლის გარეშე მე ამ თემას ვერ შევეხებოდი. აქამდე არ მავიწყდებოდი და პორშე რომ გაყიდე, ახლა რა დამავიწყებ შენს თავს.
Porsche როგორ გაყიდე შეკაი ადამიანო Porsche რამ გაგაყიდინა როგორ ხარ ასეთი უგულო აგერ ჩემი და ჩემი მაყურებლის თვალწინ გაზრდილი ნალოლიავები Porsche რა და ირად გაყიდე შეუგულო და უსულო კაცო რაც მე შენზე ვილაპარაკე ეს ერთი წელი ესე უნდა მომქცეოდი ერთი გაკატავება გთხოვე ერთი შეკაცო და ისე გაყიდე რომ არც გახსენები რომ მე ამას არ ვიმსახურებდი შენგან მაგრამ ერთი ისოდე მაინც არ მავიწყდე მაინც არ მავიწყდები სულ მახსოვ ხარ ახლა იმდენი ფული გაქვს უკვე დაგროვებული რომ ერთხელ სლოტებში როგორ არ გაგიმართლებს და სამი მარწყვი როგორ არ დაждდება და აი მან და გაქვს დარხეული მოსვენებას არ მოგცემ ისოდე მოსვენებას კი გაიბარჯე მაგრამ ჩემგან მაინც არ გეკეთება მოსვენება ჩვენ შევძლებთ აპრობები